მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი დავიწყებ იმით, რომ რაღაც მე-14 წელს გაახსენდათ, რომ თურმე როგორც სხვა ყველაფერი ფასები, ის რომ განათლების რეფორმა ბჭყალებში ახლა არის გასატარებელი, ის რომ თურმე კორუფციას ებრძოლონ, მე-14 წელს გაახსენდათ, რომ თურმე რაღაც მედია სტანდარტები ამ ქვეყანაში დაინგრა, დაანგრია ნიკა გვარამიამ, იქ მერე ცხადია სხვებზეც ისაუბრებენ, გაშლიან ამ თემას, მე დარწმუნებული ვარ, ოღონდ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ იმავე რუსთავი ორში ისინი ისხდნენ და საუბრობდნენ მაგალითად ირაკლი ყობახიძე, რომ ჩემი გუნდის წევრებს წინ ფული რო დაუდო, საერთოდ ხელს არ მოკიდებენო და ისეთი სუფთები არიან და დებატებზე დადიოდნენ და მე ზოგადად ამ პრინციპით ვცხოვრობ, მე თუ მიმაჩნია რომ ადამიანი რაღაცას ანგრევს და ებძვის, მე შეიძლება მასთან სალაპარაკოდაც არ დავжди აი იმ ფორმატში როგორც თავად საუბრობდა, ოღონდ ისინი სანამ აი ცდილობდნენ რომ კიდევ აი ეს ვთქვათ მედიაზე ფიზიკური თავდასხმები არ მიეტანათ მაგალითისთვის როგორც ჩვენ გვინახავს ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ იღებდნენ მონაწილეობას თურმე Deep State-ის მიერ დაგეგმილ საქართველოში მედია სივრცის და მედია გარემოს დანგრევის სპეცოპერაციაში როგორც თავად თქვა, ხო? ანუ თანამონაწილეები იყვნენ ამის, ამიტომ ეს უბრალოდ სასაცილო და კომიკურია. თუ მაშინაც იცოდნენ, აუც შეეძლოთ შესაბამისი ზომები მიიღოთ. მეორე და მნიშვნელოვანი აპირებთ თუ არა, მოდი თავარ კონკრეტულ კითხვას დაგისვამთ, იმიტომ რომ წინასწარმარმა თქვა, რომ აქვს მზაობა ნებისმიერ ვითარებაში. ზუსტად მაგამდე მივიდა. პირველი მე დავიწყებ იმით, რომ მე არ მჯერა, არ ვარ დარწმუნებული იმაში და არ მჯერა იმის, რომ მათ გულწრფელად სულთ ამ ქვეყანაში დაბრუნდეს დემოკრატიული პროცესი და ზოგადად ამ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატია და ამ იწყებენ დებატების დაორგანიზები და დებატების შეთავაზებით. არ მჯერა იმიტომ, რომ გუშინ წინ მაგალითად ადამიანზე, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება სისხლის სამართლებრივი წესი დააკავონ. ოღონდ კიდევ ერთხელ, არც იმის მჯერა, რომ ამ ტელევიზიაში მოვლენ მაგალითად აი აქ თქვენ სტუდიაში, ოღონდ აი აქედანვე ვიძახი, რომ მაგალითისთვის რა ვიცი, შეესთავაზეთ თქვენ სტუდიაში თუ მოვლენ, ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რომლებიც ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და ამ კრიზისს თავადაც ადასტურებენ. ვილაპარაკოთ ახალგაზრდა სამართლიან არჩევნებზე, ვილაპარაკოთ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველაფერზე ვილაპარაკოთ. მზად ხართ სადებატოთ? მოვიდნენ თუ მზად არიან თავად და იმაზე რომ როგორ უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ადამიანებს როგორ უნდა დაუბრუნდეთ ნორმალური განვითარების შესაძლებლობა ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება, რა ვიცი, მოვიდნენ ამ სტუდიაში, ოღონდ კიდევ ერთხელ მე არ მჯერა, რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ და მაგალითისთვის თქვენთან დიანა ტრაპაიზესთან მოვლენ და პირობითად მე ამ შემთხვევაში ვისახებ სხვა აქ ბევრი ეთერია, ყველგან შეუძლიათ. პირობითად, რადგან თქვენთან ვარ. კი ბატონო, ანუ თქვენთვის მნიშვნელობაა რომელ არხზე იქნება სიტყვაზე რომ მაგალითად შეიძლება დაიწყონ თავდაპირველად, ეს ვთქვათ, მადამი უფრო ლოიალურად განწყობილი არხებით, როგორც თავისი სივრცე ასე როგორც პოსტში ეწერა, კი, არ არის პრობლემა, ცხადია, ოღონდ როგორც კიდევ ერთხელ არ მჯერა ამ გულწრფელობის, მაგრამ იმისთვის რომ სინამდვილეში რეალობა იყოს მაქსიმალურად ასახული და კიდევ ერთხელ თუ ამის არ გჯერათ რას ნიშნავს დაწერეს დებატების დაბრუნება გვინდაო და ბევრი რამ უთქვამ ზოგადად და მე გადაუთქვამ და აღარ გაუკეთებიათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამჯერა კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ თუ მზად არიან, მაგალითად ასევე შეგვიძლია რომ ამავე სტუდიაში ან სხვაგან, ოღონდ იმისთვის რომ ოდნავ მაინც ამას თავისუფალი და სამართლიანი გარემო მიეცეს, თუნდაც კონკურენციის მხრივ, საჭიროა მაქსიმალურად გაიშალოს ეს სივრცე და ეს მოედანი და საქართველოს ყველა მოქალაქეს მაშინ მიეცეს იმის საშუალება, ხო ამბობენ რომ პოლარიზებულია ყველაფერიო, მიეცეს საშუალება რომ ყველა მხრიდან გაიგონ ეს პოზიცია, ამიტომ იყოს აქაც, იყოს იქაც და იყოს ყველგან სადაც. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თუ თქვენს თანახმა იქნებით. ნიკა, ნახეთ, ზურა ჯაფარიძე წერს ირაკლი ყობახიძეს თაგავს პირადად შენ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს. ну მოკლედ ასეთი მზაობა აქვს დებატოს. იგივე თქვი მეც, უბრალოდ იმისთვის რომ საზოგადოების წევრებმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა მაქსიმალურად გაიგონ სიმართლე, ვინაიდან ასეთი ბჭყალებში სურვილი მათ გააჩნიათ, რომ თითქოს დემოკრატია უნდათ რომ დააბრუნონ, ეს ველი მაქსიმალურად უნდა გაიშალონ. არ მჯერა მე მათი გულწრფელობის, არ მჯერა ერთი მარტივი მაგალითის გამო. მე მახსოვს 3 წლის წინ, 4 წლის წინ, როდესაც მსგავსი დებატი შედგა, დებატი არა, მსგავსი ეთერი შედგა კრიტიკულ მედიაში, ერთხელ იყო TV პირველს და ერთხელ მთავარ არხზე. ორი ეთერის მეტი ვერ გასტანა, იმიტომ რომ მაგალითისთვის შემდეგ აი ამ ეთერებს შორის 5 ივლისი მოაწყვეს. ამიტომ არ მჯერა უბრალოდ. კი, მე გავიხსენე ეს 5 ივლისმა შემდეგ იმ სიმძიმემ რაც ნახეთ, როდესაც სახელმწიფო გავიდა გამზირიდან და ძალადობრივ კი, ეხა მირანდა ბაბათურე ჩემი მეგობარია. ეს ჟურნალისტების ცემის იმ ტიპის დაზიანებების მიყენების საშუალება. ამან სიკვდილი გამოიწვია ადამიანის და ეხა ყველამ ვიცით, ხო ჩვენი მეგობრები იყვნენ იქ და რა ვიცი, აგერ ამ ტელევიზიის თანამშრომლები, მათ შორის მირანდა, რომელიც თვალ ეპიცენტრში აღმოჩნდა და აი ამ ორ ეთერს შორის მოხდა 5 ივლისი, რომელიც თავად დაგეგმეს, თავად აღასრულეს და ეს მათ შორის თქვენმა მედიამაც გამოიძია ეს ყველაფერი. ამიტომ არ მჯერა გულწრფელობის, ოღონდ კიდევ ერთხელ ის პოზიცია რაც გვაქვს, რაც ზურამაც დაადასტურა და რასაც ის ფიქრობს, რომ ასეა სწორი, კი მაქსიმალურად გაიშალოს ყველა ვერზე მოვიდნენ.
ყველა ველზე, მოვიდნენ ტევპიროლშიც, ფორმულაზეც, მივიდნენ საზმაუზეც, მივალთ იქაც, იმედზეც თუ სურთ, ოღონდ მაქსიმალურად იყოს ეს ველი გაშლილი და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ თემებზე, რომლებიც ამ ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან, იმიტომ რომ ამ კრიზისის არსებობას ისინი თავადაც ადასტურებენ და არ გაურბიან, რომ ეს კრიზისი არსებობს და არ ადასტურებენ მხოლოდ ვერბალურად. ამას საკუთარი ქმედებებით ასახავენ, იგივე იმ დრაკონული კანონებით, რომლებიც მიიღეს. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა, რომ პირველ რიგში მინდა კითხო თქვენი აზრით ეს სურვილი, ეს თქვათ სურვილი ამ ტიპის საჯარო დებატებისა, რას უკავშირდება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს ერთი იზოლირებული რაღაც ინიციატივა არ არის, რაღაც პოლიტიკური ტენდენციის ნაწილად შეიძლება იქცეს. ხო, მე არ ვიცი ეს რას უკავშირდება, არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგადად რთულია გამოიცნო ივანიშვილის ნაბიჯები და მის აი ამ პროგნოზირებას შეხვიდე, მაგრამ მე გეტყვით, რისიც მჯერა და რისიც მწამს ამ ნაბიჯიდან გამომდინარე, შეიძლება უკავშირდებოდეს ძალიან მარტივად იმის ჩვენებას, რომ თითქოს ისინი იბრუნებენ იმ მორალურ უფლებას, რომ ყველა შეუძლიათ ესაუბრონ თანაბრად. მათ შორის შეუძლიათ ესაუბრონ თანაბრად, მაგალითად, რა ვიცი, რეზო კიკნაძეს ან მის ადვოკატს, მის უფლებადამცველს, რომ დაუჯდნენ დებატებში ადამიანს, რომელიც მაგალითისთვის ამ საკითხზე რო ვიდებატოთ, ადამიანს, რომელიც ერთი ხელსახოცის სროლის გამო ზის ციხეში და აბრალებენ ჯგუფურ ძალადობას. მაგალითად, შეუძლიათ ესაუბრონ ტერიშვილს და მის ოჯახის წევრს, როდესაც ერთი შვილი მოუკლეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მეორე იგივე ერთი რაღაც მუყაოს ნაჭრის სროლის გამო ზის, რომელიც არავის არ მოხვედრია და აბრალებენ პარლამენტის დაწვას და ვერბალურად აი ამ სიტყვებს იყენებენ, ხო? აი რაღაც აი ამ მორალური თითქოს უპირატესობის დაბრუნება სურდათ, ან მინიმუმ ამ ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ შემდეგ პროპაგანდისტულად ისაუბრონ ის, რომ აი ჩვენ, რა ვიცი, მინიმუმ ლაპარაკის მცდელობა დავიწყეთ, ან მეორე, რაც შეიძლება იყოს, ოღონდ ეს ყველაფერი შეიძლება ვარაუდები იყოს ხოლმე და მხოლოდ. შეიძლება იყოს იმის ჩვენება, რომ ამ ქვეყანაში რაღაცეები მართლა ნორმალიზების კემდის საჩვენოდ ამ ნაბიჯს ხო არ გადმოდგამდნენ, ხო? ეს ხო ცხადია. ოღონდ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ, ყველა საკითხზე იგივე იმაზე, რომ მედიას დაუხურეს მათ სასამართლოების გაშუქების უფლება, აი მტკიცებულებების ნაწილში, მაგალითად, იმიტომ რომ სიდიდის პატიმრების საკითხი იციან როგორ რეზონირებს და როგორ ტკივათ მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებს. მოვიდნენ და ვიკამათოთ იმაზე, რეზო კიკნაძე უნდა იყოს პატიმარი თუ არ უნდა იყოს. მისი საქმის დეტალებიდან გამომდინარე, სხვა ნებისმიერი პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე, რა ვიცი, ტერიშვილი იგივე, რომელიც ერთი მუყაოს ნაჭრის სროლის გამო არის დღეს დაკავებული. ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე, იგივე ფასებზე ვილაპარაკოთ თუ უნდათ. ოღონდ კიდევ ერთხელ ეს სივრცე უნდა გაიშალოს მაქსიმალურად, რომ საზოგადოების ყველა წევრმა მიიღოს ამაში მონაწილეობა, იყოს მაქსიმალურად ჩართული და კიდევ ერთხელ მე არ ჯერა რომ მაგალითად ისინი ორშაბათს მოვლენ დიანა ტრაპაიძესთან და პირობით ნიკა ფარულოვას დაუჯდებიან და ამ საკითხებზე დაილაპარაკებენ. კი ბატონო, ნიკა, ანუ შეიძლება თუ არა რაღაც ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ, ამ ფიქრობ რომ შეიძლება? არა, ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯში გულისხმობ იმ ილუზორულ სამყაროს, რომელსაც ისინი ხშირად ქმნიან და მათ შორის იმას, რომ სჭირდება შესაძლებელია იგივე მაგალითისთვის რომელიმე ელჩთან ამის საჩვენებლად. პირობითაც საუბრობ ამ ყოფს. ეს ყველაფერი ხო ვარაუდებია ჩვენი სინამდვილეში. აქ რა იმალება საბოლოო ჯამში მე ვერ დავამსგავსები იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ქვეცნობიერში შედიან ხოლმე. კი, ყველა დგენილი შეიძლება იყოს ამ ნაბიჯში, ამ პოლიტიკურ განაცხადში, რომელიც მათ გააკეთეს. ოღონდ მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს, არის ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში არის კრიზისი, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები, რომ ამ ქვეყანაში ფასები სადღაც გავარდა 14 წლის განმავლობაში, როდესაც ძალაუფლებაში არიან და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ იმისკენ, რომ როგორმე მაგალითისთვის გადასახადები დაწიონ, რეგულაციები შეამცირონ, ამის მაგერად დღეს სუსი აგროჰაბში შევარდნილა, ხო? ვაფშე საერთოდ უკაცრავ, საერთოდ რა შუაშია ამ ყველაფერთან, ამის მაგერად რაღაც გავს სიგიჟე ნაბიჯებს დგამენ. ამიტომ კი შესაძლოა ჭირდებოდეთ რაღაც ნორმალურობის განცდის შესაქმნელად და შესაძლოა მათ შორის ჭირდებოდეთ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ მორალურად იმდენად ძლიერები და მართლები ვართ, ოღონდ სინამდვილეში, როდესაც მორალურ იზოლაციაში არიან და სამი მანქანა დაცვის და იარაღიანი ხალხის გარეშე საკონდით დროში ვერ შედიან, ისე რომ მოქალაქემ ვიდეო არ გადაუღოს და საპროტესტო გზავნილი არ მიაძახოს, აი ამ სივრცის ამოვსებისთვის ჭირდებათ. კი ბატონო, ნიკა, ოპოზიციური პარტიები ეხლა რა ეტაპზე არიან ურთიერთობის, იმიტომ რომ მუდმივად მიდის საუბრები, ასევე წინა სტუმარს ვახსენებ, საბაბუაძე ამბობდა, რომ სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს და რისთვის ერთიანობა დღეს სააკაშვილიც გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე, რომ პარტიებიო რაღაც პოლიტიკურ პროცესს ჭირდება, მოკეთ ამ ერთიანობა მაქსიმალური, თქვენ როგორ უყურებთ, რა დონეზე ხართ ჩართული, ზურა ჯაფარიძე
ასე ჩანს, რომ ამ პროცესის რაღაცნაირ ამ ბოლო ეპიზოდის მედროშია, რომ რაღაცა გაერთიანება შედგეს. პირველი მე დავიწყებ, მე უყურებ ამას ისე, როგორც უყურებ ზოგადად ცხოვრებას და როგორც მგონია, რომ ადამიანები უნდა მოქმედებდნენ ყველგან სადაც არიან, ნებისმიერ საქმეში, რომ პოლიტიკა და ცხოვრება ერთმანეთისგან არ იმიჯნება და ამ სტანდარტმა, რა ვიცი, ამ ქვეყანაში დაანგრია მინიმუმ ნდობის ხარისხი საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის და ზოგადად პოლიტიკურ პროცესს შორის. ანუ უყურებ ისე, რომ მე თუ თქვენ ცხოვრებაში ხელს ჩამოგართმევთ, ჩვენ თუ რაღაცაზე შევთანხმდებით, მე მინიმუმ ამ შეთანხმებიდან არ გავალ და არ გადაუხვევ ისე, რომ თქვენთან ერთად არ ვიმსჯელო და ერთმანეთი ჯანსაღ ვითარებაში, პოზიციის ცვლილებაში მინიმუმ არ დავარწმუნოთ და აქედან არ იყოს განპირობებული შემდეგი ნაბიჯები. ანუ მე უყურებ შემდეგნაირად, რომ ახლა რა პროცესიც მიმდინარეობს და ეს პროცესი ძალიან მალე კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ეს პროცესი არის რა იქნება ეს კონკრეტული შედეგი ესეც მითხარით, მაგრამ ჯერ პროცესზე კი მივალ ახლავე მაგამდე ეს იქნება შეთანხმება კონკრეტულ ხედვაზე, სტრატეგიაზე, იმაზე როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რაშიც ვართ ერთიანები, ეს არის ერთი მიზანი და ორი მთავარი მოთხოვნა, მიზნისთვის, დემოკრატიული ცვლილებისთვის, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების თავისუფლება და ახალი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამის გარშემო კიდევ ერთხელ ყველას ერთიანი ძალისხმევა. მე აქ არ გულისხმობ, ყბადაღებულ ერთიან პარტიად გაერთიანებას და ასე შემდეგ, ამაზე ზოგადად საუბარი უხერხულიც კი მგონია რაღაც საერთო სიებზე და რაღაც როდესაც არანაირი კონტური ამის ჯერ გამოკვეთილი არ არის. მე მგონია რომ ერთიან ფრონტზე, ბრძოლის ერთიანი ძალისხმევა ეგეც გაცვეთილი სიტყვა, მე ერთიანი ძალისხმევა უფრო სწორი მგონია და ამ ერთიან ძალისხმევაში არ გულისხმობ მხოლოდ ძალისხმევა არ არის. არ გულისხმობ მხოლოდ რა ძალისხმევა აქვთ აბა სხვადასხვა ძალისხმევა. არ გულისხმობ მხოლოდ პროდასალურ პოლიტიკურ ძალებს, აქ გულისხმობ ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ მაგალითად მეორე მხარეს ძალიან დიდი ფულადი რესურსია, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანების რესურსი, ძალადობის რესურსი. ზოგადად ამ რესურსის უპირატესობას, რომელიც ბუნებრივად არადემოკრატიული პროცესის გამო ავტორიტარულ რეჟიმს დღეს გააჩნია, გადაწონის მხოლოდ ერთი რამ, მიმოფანტული ძალების, რომლებიც აი რუსთაველი საზოგადოება რო დავარქოთ, აი მიმოფანტული ძალების წარმატებული ადამიანების სხვადასხვა სფეროში ერთიან სივრცეში, ერთიან მაკოორდინირებელ გზაზე თავმოყრა, საერთო პრინციპებზე შეთანხმება, ამ პრინციპებიდან არ გადახვევა და აქედან გამომდინარე, ყველას ვისაც როგორც შეუძლია პირველ რიგში საკუთარ აუდიტორიასთან საუბარი, იქნება ეს ფასები, პოლიტიკური პატიმრები, თავდაცვა და უსაფრთხოება, ის რომ ამ ქვეყანაში რეალური მშვიდობა ვერ იქნება, სანამ არ იქნება დემოკრატიული ცვლილებები და დემოკრატიული ძალები და სანამ არის ქართული ოცნება, ყველა ამ თემაზე სწორი გასწორებული გზავნილებით ერთიანი მესიჯები და საერთო ხედვით იმის რომ ჩვენ აი ამ ჯგუფს შეგვიძლია ადამიანებს ვაჩვენოთ რეალური ალტერნატივა და აგულისხმობ იმას რომ ადამიანმა უნდა იგრძნოს რომ ამ ადამიანებს გასწორებული მესიჯები და რაღაცა ამას ოცნებას დაასცინითან დაცინიან ზოგჯერ რომ ვინც ამაზე დასცინის მე მგონია რომ ზოგადად ყველა ერთი ტექსტები და ასე შემდეგ ანუ სწორი პროპაგანდას უნდა ებრძოლო ზოგადად არც კონტრპროპაგანდი სტადია და არც ერთი ბრძოლა არ მოიგება დისციპლინის გარეშე. მე ესე მწამს და ნებისმიერი წარმატებული წინააღმდეგობის მოძრაობა საბოლოო ჯამში იყო შვა იმან რომ ადამიანებს ქონათ სისხლიანი გონება და ქონათ ის რომ ისინი იყვნენ დისციპლინირებული. ყველა საკუთარ ქმედებაში ისინი იყვნენ დისციპლინირებული და ყველა ნაბიჯი იყო წინასწარ გათვლილი ან მინიმუმ სტრატეგიულად სწორი და გამართული. დღეს რომ უკრაინას უფრო რო გავშალოთ მაგალითი, დღეს რომ უკრაინას ის საინფორმაციო ომი არ ქონდეს სწორად წარმოებული, რომელიც პირველივე დღეებიდან აწარმოა დამიჯერეთ განსაკუთრებით პირველ თვეებში მათ იმდენად გაუჭირდებოდათ რომ აი ამ ველს უბრალოდ ვერ შემოატრიალებდა, იმიტომ რომ არავის არ სჯეროდა ბოლო მომენტამდე რომ კიევი მართლა სამ დღეში არ დაეცემოდა. ამიტომ ხო ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითები და შეგვიძლია დავავიწროოთ და ჩვენს ეს თქვა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ბრძოლაში გადმოვიტანოთ და ერთსაც დავამატებ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. და ვინ უნდა შეადგინოს ეს ერთიანი message box-ი, რომელიც შემდეგ ყველა პარტიისთვის რაღაც სავალდებულო გზავნილად უნდა იქცეს. ამიტომ საუბრობ ერთიან ძალისხმევაზე და ერთიან დაალაგებულ შეთანხმებულ მოქმედებაზე, იმიტომ რომ ადამიანებს აი დღეს რო ჩვენ ახლა ამ მომენტში საქართველოს მოქალაქეები გვიყურებენ, მათ ჭირდებათ ძალიან კონკრეტული იმის განცდა და იმის დაჯერება, რომ აი აქ როდესაც ქართული ოცნება შეიცვლება და როდესაც მოვლენ პროდასალური პოლიტიკური ძალები, იმიტომ რომ მაინც კოალიციური მართლობა დისკრედიტირებულია ისევ რეჟიმის პროპაგანდის გამო, ნებისმიერი პატარა კრიზისის დროს, იქნება ეს ვირუსი თუ სხვა ნებისმიერი ამბავი, რომელიც მთელს ქვეყანას ერთნაირად შეეხება, ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ იმის შნო და უნარი, როგორც აი ახლა ადრე რო შეთანხმდნენ და ჩვენი ქვეყანა გამოიყვანონ იმ კონკრეტული კრიზისიდან, იმოქმედონ იმისთვის, ჩვენ ბედნიერების ოცნება დაგვიბრუნონ და ნორმალურად ვიცხოვროთ. ნიკა, დიდი მადლობა. ნიკა ფარულავა იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.